და გორის დილა იბრძოდა ჩემპიონობისთვისაც, მაგრამ იქ ბოლო წრე ჩააგდო და იბერია. სეზონში მათი მეორე დაპირისპირება პირველი მატჩი ლაშა მეთეშაშვილის ერთადერთი გოლით და გიორგი ჯალაღონიას საგოლე პასით მეოთხე წუთზე გორის დილა მოიგო. ნახოთ რა იქნება დღეს ქუთაისში. მატჩი დაიწყო, შოთა შეყილაძემ შეიყვანა ბურთით თამაში. გორის დილას ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა ამ შეხვედრის წინ. დიეგო ლონგო, სპეციალისტი, რომლის ხელმძღვანელობითაც ის ორი ტიტული კი მოიგო კლუბმა, მაგრამ აქედან ერთი, რა თქმა უნდა, მას არ უკარგავთ ამ წარმატებას, მაგრამ ზედ სუპერთასის მატჩების დაწყების წინ დაინიშნა და შემდეგ უკვე იყო მოპოვებული თასი, გაყვანილი მეორე პოზიციაზე გაყვანილი გუნდი, თუმცა საჩემპიონო შანსიც იყო. წელს არასტაბილური იყო გორის დილა, სეზონის სტარტი გაუჭირდა, მერე იყო კარგი მატჩებიც, ცუდი შეხვედრებით, ზედიზედ 2 მარცხი, რუსთავთან და იბერია 1999-დან და საბოლოო ჯამში დიეგო ლონგომ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ლევან კორღალიძე, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი სპეციალისტი, ადამიანი, რომელსაც აგერ ხედავთ კადრში, სპეციალისტი, რომლისთვისაც ეს იქნება მისი მესამე კლუბი. ახალცაძე, თბილისური დერბი, დინამო იბერია, დინამოც შევიდა კარგ ფორმაში, თემურ ქეცბაიას მისვლის შემდეგ, იქ არაგებს გუნდი 4 შეხვედრას, არაბიძემ დაკარგა ბურთი და ფარულავას გაგრძელება, შეყილაძე არის მომენტი, შეიძლება დარტყმა და რეალური შანსი გაუშვა გორის დილამ ხელიდან. უძღვება ახლა გაგრას, დანარჩენი ქართველი მწვრთნელები არიან თითქმის ყველა გუნდში. სანიაგი, კარგი მომენტი დარტყმა და კლიაიჩმა ბურთი ხელებში დაიჭია. მართალია ტორპედოს აქვს ასე ბურთის ფლობაბიძე, კარგი პასი და შეიძლება ვნახოთ ქუთაისელთა შექმნილი პირველი მომენტი. დეისაძე მარცხნივ არის სივრცე, თავად გადაწყვიტა ეპიზოდის გაგრძელება და დაკარგა ბურთი, თუმცა არაბიძემ სწრაფად გადაიტანა მამუჩაშვილზე, კარგი დარტყმა აქვს საჯარიმოს გარედან და მშვენიერი მომენტი. პირველი დარტყმა ქუთაისელებისა და პირველი მომენტი, რომ შეცდნენ აქ გორელი მცველები, კარგია ანდრიჩი, გაგრძელება რა იქნება, ჯარიმაა და არაბიძემ შეგნებულად არ ითამაშა ბურთზე. თუ ჯარიმების შესრულებაზე ვსაუბრობთ, ისიც ერთ-ერთი გამორჩეულია ჩვენ ჩემპიონატში, მაგრამ ეს არაბიძის წერტილია დაარტყა, კარში დაარტყა ზუსტად, მაგრამ სუსტად და კერესელიძე დაეუფლა ამ ბურთს. ჯარიმოს ჩააწოდა, თუმცა არა ზუსტად. არაბიძე აბურთი და მოედანი, ეს მისი წერტილია და დარტყმა არ გამოვიდა, მაგრამ ჯერ ერთი მოიპოვა ძალიან საფრთხო ჯარიმა და მეორე თუ ეს ბლანკსონ ანოფია, მას მოედნიდან გააძევებენ და ეს ასია, იმიტომ რომ მას ყვითელი ბარათი ჰქონდა. ამ ეპიზოდში რომ ბარათს იმსახურებდა, ეს გასაგებია და შესაბამისად ეს ბარათი მისთვის იყო მეორე. შესაბამისად კი მოედანს დატოვებს ბლანკსონ ანოფი და გორის დილა დარჩება 10 ფეხბურთელის შემადგენლობით. არაბიძისთვის ეს ის წერტილია, საიდანაც თავისი კარიერული გოლების, არ ვიცი, ერთი უტრირებულად შეიძლება მომივიდეს, მაგრამ 80% მას აი ამ წერტილიდან, ამ ზონიდან აქვს გატანილი. გრებავთ ღია თამაშიდან, გრებავთ ჯარიმიდან და უნდა დაერტყა, ვერ მოასწროეს, იმიტომ რომ ბლანკსონ ანოფმა მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია და ამას მოყვა განელი ფეხბურთელი, ვინც შეიძლება გამოვიდეს პირესი, კარგი მომენტი და აქ შეიძლება იყოს და იქნება პენალტი გორის დილას კარში. ცვლილებაზე შემოსულმა ფელიპე პირესმა აქტიურად დაიწყო მეორე ტაიმში თამაში და აგერ გამოსტყუა კიდეც 11 მეტრიანი მეტოქე. პასი სიღრმიდან მამუჩაშვილის ჭკვიანური გადაცემა, თამაშგარი არ იყო როგორც ჩანს. და ხო, არაუჟო არ ღვევდა ნამდვილად აქედან რაც ჩანს თამაშის წეს. უფრო ახლო რაკურსით ნახოთ, ბურთზე არ უთამაშია და არის კონტაქტი, არის პენალტი გორელთა კარში. ხსნება თუ არა ანგარიში ჩვენ შეხვედრაში. მოკლე გამორბენი კარგად შეასრულა და გავიდა წინ ქუთაისის ტორპედო. არაბიძის მესამე გოლი ტორპედო ამ თამაშს იგებს და ფარულავა, ტრეიფულერი, ლაშა მეთეშაშვილი, ერთი შემტევი ნახევარმცველი 10-იანი რომ უწოდოთ, 8-იანი ასეთი და მეორე ფლანგის შემტევი. აქ ჯარიმა. გაგვიმეორებენ ახლა იმ ეპიზოდს და ვნახოთ აბა. ამოხდა, მეგონი ანდრიჩია ის, ვისაც გოლი გაქონდა. გადის შოთა შეყილაძე არ გადის, კანტე გადის. ერთი და მეორე ოთარ ფარულავა. პრინციპში პოზიციური ცვლილებებია ეს. კანტე მაინც უფრო ცვლიდა. არაუჟო. ახლა უკვე ის წუთებია, სადაც გორის დილამ უნდა დაიწყოს შეტევაში აქტიურობა, თუნდაც 10 ფეხბურთელით და ტორპედო გადავიდეს თავის დაცვაზე. გოლი გაიტანა გორის დილამ და
აღადგინა წონასწორობა ლაშა მენთეშაშვილი, ვინ თუ არა ის გორის დილას ამ სეზონის ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე. 4 გოლი, 3 საგოლე პასი და იმ არმიას შეუერთდა ეროვნული ლიგის ფეხბურთელებისა, რომლებსაც 4 გოლი აქვს გატანილი. დავით კერესელიძე ემოციურად აღნიშნავს, რა თქმა უნდა, მისი გუნდის მიერ გამათანაბრებელი გოლის გატანას, აი რაც შეეხება თამაშის სურათს, სწორედ ამაზე ვისაუბრე, რომ თუნდაც 10 კაცის შემადგენლობით გუნდს, რომელსაც შეიძლება შეტევაში დიდად არ უაქტიურია მეორე ტაიმში, თუმცა 10 ფეხბურთელის კვალობაზე საკმაოდ ნორმალურად გამოიყურებოდა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წუთს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება. დამათეს მოახერხეს ტორპედოს, ახლა ელოდება და სჭირდება შეტევაში აქტიურობა, თუ არ სურს რომ ის პოტენციურად თითქმის მოპოვებული 3 ქულა დაკარგოს. თუ არ არის ჯარიმა შეტევაში, რაც დიდი ალბათობით არ არის, ლაშა მენთეშაშვილის მეოთხე გოლი ჩაითვლება და ლევან კორღალიძე ახალ გუნდში წაგებას გადაურჩება. საინტერესოა ვის უძღვნის მენთეშაშვილი ამ გოლს. არ გამოჩნდა, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანია ეს გოლი. ანდრიჩი ისევ კამათობს იმ ეპიზოდზე, სადაც სპორტი დაიკარგა, ჯარიმა იყო და გოლის დილა. არაბიძე ბურთთან და ერთ-ერთი დასკვნითი შეიძლება დასკვნითი და ბოლო ეპიზოდიც ამ მატჩისა. მთელი გუნდით ტორპედო უტევს გორის დილა იცავს თავს. არაბიძემ დაატრიალა სიმიჩი. სად გაიტანა სიმიჩმა და ქუთაისის ტორპედო. როგორც ჩანს ეს მატჩი მაინც მოიგო. სიმიჩს გაახსენდება ახლა ევროპული ტურნირების მოგონებები 2 დაბასთან გოლი. აი ეს დრო იყო, ოღონდ კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ მოხერხდა გოლის გატანა. გამოუვა იმიტომ რომ ეს იყო მსაჯის საფინალო სასტვენი, რომელიც გავიგეთ მაშინ როცა ვადევნებდით თვალს გამეორებას და ქუთაისის ტორპედომ ესე დრამატულ ბრძოლაში 94 წუთზე მატეო სიმიჩის მიერ გატანილი